რეჟიმმა სინდისისა და პოლიტიკური პატიმრების ნაწილი გაათავისუფლა. გათავისუფლებულთა შორის არიან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის, პროევროპული აქციებისა და 4 ოქტომბრის მოვლენების დროს დაკავებულები. ისინი ქართული ოცნების მიერ პრეზიდენტად დანიშნულმა მიხეილ ყავალაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა. თავისუფალია 18 წლის საბა ჯიქია, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, ასევე დავით ხომერიკი, მუსიკოსი, რომელსაც აფეთქების მომზადებას ედავებოდნენ. თავისუფალი არიან გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძე, რომლებსაც სათვალთვალო კამერების დაზიანებას ედავებოდნენ. ასევე დენის კულანინი, რომელსაც პოლიციის ავტომობილის დაზიანებას დებდნენ ბრალად. თავისუფალი არიან 4 ოქტომბრის მოვლენებისას დაკავებული თორნიკე მჭედლიშვილი, ავთანდილ თოფჩიშვილი და სიმონ მახარაძეც. ასევე თავისუფალია ფრიდონ ბუბუტეიშვილი, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დააკავეს და პატიმრობაში 2 წელზე მეტი გაატარა. დია ბაძაღუა მოგვიყვება ვრცლად გათავისუფლებულ პატიმრებზე და მათი საქმეების დეტალებსაც გაგვახსენებს. მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყავალაშვილის მიერ შეწყალებულ პირებს შორის 9 პირი 2024-2025 წლებში გამართულ პროევროპულ და ანტისამთავრობო აქციებზე დაკავებული დემონსტრანტები არიან. მათი გათავისუფლების შესახებ გუშინ ღამით გახდა ცნობილი. ამ ეტაპზე უცნობია გათავისუფლებული დემონსტრანტებიდან ყველას ჰქონდა თუ არა მიმართული მიხეილ ყავალაშვილისთვის შეწყალების თხოვნით, თუმცა როგორც ქართული ოცნების დეპუტატების გამოხმაურებიდან ირკვევა, ყველა მათგან ჰქონდა შეტანილი განცხადება. რაც შეეხება დეტალებს, თუ რას ედავებოდნენ ანტისამთავრობო აქციებზე დაკავებულებს და რამდენ წლიანი პატიმრობა ჰქონდათ მათ შეფარდებული. 18 წლის სტუდენტი საბა ჯიქია პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციელზე ძალადობას ედავებოდა. 2025 წლის 10 ივლისს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. რაც შეეხება სიმონ მახარაძესა და ავთანდილ თოფჩიშვილს, ისინი 4 ოქტომბრის ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობის საქმეზე იყვნენ დაკავებულები და მათ ბრალად სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფური ძალადობა ედებოდათ. მათთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების მიხედვით სასჯელის სახედ განესაზღვრათ 1 წლით პატიმრობა და 3 წლიანი პირობითი მსჯავრი. ასევე 4 ოქტომბრის საქმეზე იყო დაკავებული თორნიკე მჭედლიშვილიც, რომელსაც 5 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. დანიელ მუმლაძესა და გურამ ხუტაშვილს 3 წლით პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული რუსთაველის გამზირზე მდებარე სათვალთვალო კამერების ჯგუფურად დაზიანებისთვის. ფრიდონ ბუბუტეიშვილს ბრალად ედებოდა ქვის სროლით მეხანძრე მაშველის დაშავება და პარლამენტის ჭიშკრის დაზიანება 2024 წლის 1 მაისს აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციის მიმდინარეობის დროს. მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მათი გათავისუფლების შემდეგ ოჯახის წევრებმა გაავრცელეს კადრები სოციალურ ქსელებში და თქვენ შეგიძლიათ ეს პირველი ემოციები ეხილოთ. მეგობრებო. დიახ, მე გარიცხვა. ხო. მე ისხდები წერილს. გარიცხვა. Stop with the violence. რაც შეეხება დენის კულანინს, მასთან დაკავშირებით სამთავრობო მედია ავრცელებს ინფორმაციას და ამბობს, რომ არის შეწყალებულთა შორის. ჩვენ რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრეთ მის ადვოკატს დიმიტრი ნოზაძეს, რომელიც ამბობს, რომ იმის გამო, რომ მარიამობა და საჯარო სამსახური არ მუშაობს, ის ვერ ახერხებს გარკვევას ნამდვილად დატოვა თუ არა საპატიმრო დენის კულანინმა. ის არ დაკავშირებია არც ადვოკატს, არც ძმას და არც სხვა ახლობლებს, ვისთანაც მანამდე ჰქონდა კონტაქტი. ვინაიდან ის არის რუსეთის მოქალაქე, ადვოკატის განმარტებით არსებობს საფრთხე მისი დეპორტაციისა. დაზუსტებით უცნობია ისიც ჰქონდა თუ არა მას მიმართული შეწყალების თხოვნით მიხეილ ყავალაშვილისთვის, რადგან ადვოკატი ამბობს, რომ მას ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. მას რუსთაველის გამზირზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომობილის დაზიანების ბრალდებით ედავებოდნენ და 2 წლიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. ახლა კი თქვენ შეგიძლიათ რომ მოისმინოთ მისი ადვოკატის კომენტარი. საიდან გაიგეთ რომ დენის კულანინი არის სავარაუდოდ შეწყალებულებს შორის და რა ინფორმაცია გაქვთ მასთან დაკავშირებით? კარგიდან გავიგე რომ ესეთი არის შეწყალებულთა შორის დენის კულანინი, თუმცა ვერც ვადასტურებს და ვერც უარყოფა რუსეთს.
პრეზიდენტი აცილებდა უკავშირდა ინტენსიურს რო გავარკვიო, თუმცა საფუძვლოდ მათთან დაკავშირება გაფართოებულ არავინ არ აპასუხებს. ასპექტებში და მიგრაციაში დაკავდი რომ შეიძლება მიგრაციის დეპარტამენტში ხვალ მოხდა მისი შემდგომი გადაყვანა განთავისუფლების შემდეგ, მაგრამ ინფორმაცია მისაღებლებს აქვს და არც მაქვს რომ იქნებ ზუსტად დადასტურებულია თუ არ არის აღნიშნული ფაქტი დადასტურებული. შეიძლება რომ დეპორტაცია მოხდეს მისი, ანუ არსებობს ეს საფრთხეც? კი, არსებობს ეს საფრთხე, ნამდვილად არსებობს. იმიტომ ბოლო პერიოდში განვითარებული საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით უცხოეთის მოქალაქეა, რომელიც საქართველოში ხდის საჯელს, შეიძლება მოხდეს მათი დეპორტაცია. მაგრამ არ დაკავშირებია არავის გამოსვლის შემდეგ. არავინ არ დაკავშირებია, არც ჩემთან არავის არ დაურეკავს, თავად ფენისაც არ დაურეკავს. ბოლოს ორი კვირის წინ მქონდა კონტაქტი რაღაც პირად საქმესთან ვილაპარაკეთ და არავისთან არ ქონია მსგავსი კავშირი და არ აქვს ინფორმაცია. მიმართული ჰქონდა შეწყალების თხოვნით? არა, მაგაზე ინფორმაცია ქონდა, მაგრამ მიმართული. ჩვენ სხვადასხვა თემებზე ვმუშაობთ, მაგრამ მაგასთან დაკავშირებით არ მაქვს. შეიძლება ქონდა მიმართული, მაგრამ მე არა მაქვს. ინფორმაცია რა დაგიტაცდება. მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სულ 226 პირი შეიწყალა, მათგან 8 პირი პროევროპული აქციების მონაწილეა, რომლებმაც როგორც გითხარით უკვე დატოვეს საპატიმრო, რაც შეეხება დენის კულანინს, მასთან დაკავშირებით ჩვენ კვლავ ვეცდებით ინფორმაციის მოპოვებასა და დაზუსტებას.